მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება გაგრძელება იმ თემისა, რასაც ქვია ცრუ სასწაულების გამოვლინება, სად და როგორ ვლინდება ის. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ქრისტიანულ სივრცეში, თუ როგორ შეიძლება თუნდაც ადამიანი მოიხიბლოს რაღაცა სასწაულებით და ეს არ აღმოჩნდეს ჭეშმარიტი სასწაული. ამჯერად ჩვენ გსურს მართლმადიდებელი სივრცის მიღმა განვიხილოთ ეს საკითხები, სად არის ზღვარი აი ამ ჭეშმარიტებისა და სად არის ეს ცრუ სასწაულები, ცრუ წინასწარმეტყველებები, მჭვრეტელობები, რომელსაც ადამიანი რაღაცნაირად დღეს ეიფორიულად იხვეჭს და არ უკვირდება იმას, თუ რომელი სულიერი წყარო არის ის, საიდან მოდის ეს ძალები, ღვთისაგან თუ ეშმაკისაგან და ამდენად ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მოძღვრებისთვის, ისე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, თუ სად არის ჭეშმარიტება, რომ თავიდანვე ადამიანის გაჩენიდანვე, უკვე როდესაც გაჩნდა ცოდვა საზოგადოებაში, მას შემდეგ გაჩნდა ეს ცრუ შეხედულებებიც, რომლებმაც დაიკავა ჭეშმარიტი ღმერთის ადგილი. ესეთი რამ ვიხილეთ ჩვენ, რომ ადამიანმა, რომელმაც არ ისურვა ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა, გააღმერთა სტიქიები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ცეცხლი, ქვები, ცხოველები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ამ სტიქიების თაყვანისცემით მათ ეგონათ, რომ ექნებოდათ უხვი მოსავალი, ან მოიგებდნენ გარკვეულ ომებს, წარმატებულად წარმართავდნენ თავის ცხოვრებას და უხვი და ბედნიერი ცხოვრება ექნებოდათ. აი ესეთი მცდარი შეხედულებას იდეოლოგები, ესეთი საიდუმლო ცოდნის მატარებელი, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ბოროტსულებთან კავშირის მქონე ადამიანები იწოდებოდნენ მაგებად, შამანებად, ჯადოქრებად, მედიუმებად, ფაკირებად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მსგავსი წარმართულ ოკულტური კულტები და მაგიული რიტუალები ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ, რომ საკმაოდ აქტუალური პრობლემა გახლავთ დღესაც. და ადამიანი, რომელმაც არ იცის საეკლესიო საიდუმლოებები, ადამიანი, რომელმაც ვერ გაარკვია, სად არის ჭეშმარიტება და არ საზრდოობს ამ უდიდესი წყალობით, რასაც ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიას თავაზობს მას, მაშინ ასეთი ადამიანი განურჩევლად იმისა, რომ ეს ჭეშმარიტებაა თუ არ არის ჭეშმარიტება, მიილტვის თავაღებული აი ცრუ ამ სულიერებისაკენ და რა თქმა უნდა აღმოჩნდება იმ ხაფანგში, რომელსაც ჩვენ უწოდებთ მაგიას და სხვა ბოროტ საშუალებებს. უნდა ვიცოდეთ ჩვენ ასევე ის, რომ არც ერთი სულიერი მოვლენა არ არის უსახო. მას აუცილებლად გააჩნია თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება. ესე იგი, ეს სულიერი მოვლენა შეიძლება იყოს ღვთისაგან და შეიძლება იყოს ეშმაკისაგან. სხვა საშუალო არ არსებობს. ამდენად ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ სასწაულებზე, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ რა თვისებებით ხასიათდება ის. როგორია ეს სასწაული? ჭეშმარიტი სასწაული ვიცით ჩვენ, რომ თავდაბლობით მოიპოვება დიდი ლოცვის შედეგად, დიდი სულიერების შედეგად, მასში არ არის არანაირი ეიფორია, ეფექტი და ასე შემდეგ და ეს დიდი ღვაწლის შედეგია და არც ისე თუ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორც აღნიშნეთ ეს და არც ისეთი დიდი ნიჭია, როგორიც არის მაგალითად ლოცვა, თავდაბლობა, სიყვარული და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ადამიანი ამას ყოველივეს უგულებელ ყოფს და იწყებს ამ სულებთან კავშირის ძებნას, პოულობს, რა თქმა უნდა, აი ამ ჯადოქრებს, მისნებს და მათი ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ და საერთო აი ამ ყოველივე რელიგიაში, ცრუ რელიგიებში გახლავთ ის, რომ მათთვის არის მთავარი ადამიანი მიეცეს თავდავიწყებას, მოდუნდეს და მთლიანად უხილავი სულების ნებას დაემორჩილოს. რაც მართლმადიდებლური შეხედულებით აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ პირიქით ადამიანი უნდა არკვევდეს, რა სულებთან აქვს მას კავშირი და საიდან მოდის ესა თუ ის ხილვა თუ სხვა არაბუნებრივი ზეციური მოვლენა.
ასევე ისინი ამბობენ, რომ ადამიანში არსებობს რაღაც დაფარული შესაძლებლობები და საჭიროა მათი აღმოჩენა და სწორედ აი ასეთებად ისინი გვევლინებიან ჩვენ და ამბობენ, რომ ჩვენა ვართ ესეთები, რომლებიც აღმოაჩენენ ამ სულიერ საიდუმლოებებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აი ამ იდუმალ სულიერ სამყაროში, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებისაგან, იქ უკვე მკვიდრობენ ბოროტის სულები და სწორედ აი ამ ბოროტ სულებზე აგებული რელიგიები, სწორედ ამ ბოროტ სულებზე აგებულ სასწაულებზე და წინასწარმეტყველებებზე გვაქვს ჩვენ საქმე მათთან და ეს მემკვიდრეობა სამწუხაროდ დღეს ადამიანმა მიიღო ოდითგანვე წარმოშვებული მაგიური რიტუალების მემკვიდრეობა. ჩვენ ვხედავთ ამას ყველა საზოგადოებაში გავრცელებულია ეს რაღაცნაირი ამ ცრუ მისტიკის ძიება და ამ ფართო გასაგანიც კი პოვა ჩვენ საზოგადოებაში ვხედავთ ჩვენ იხსნება მსგავსი სასწავლებლებიც იყიდება უამრავი წიგნი ჯადოქრობების შესახებ და პირდაპირ მითითებებია რიტუალური ამ რელიგიების და ასე რომ მაგიის სწავლებამ დღეს პრაქტიკული გასაგანი იპოვა უღმერთო საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ეს დაუსჯელად არ ჩაევლის და ეს ყოველივე სავალალო შედეგებს გამოიღებს როგორც პირადად ადამიანში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. ჩვენ გვსურს განვიხილოთ ასეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის მისნობა, ჯადოქრობა, მარჩიელობა. ადამიანი მოგეხსენებათ მომავლის სურვილის რაღაც უდიდესი ტოლვით არის შეპყრობილი. ურწმუნო ადამიანზეა, რა თქმა უნდა, საუბარი და კომუნისტური პერიოდის ეპოქამ კარგად გვაჩვენა ეს, როდესაც არ იყო ეკლესიები, მოძღვრები, ადამიანი პირდაპირ რიგები ედგათ მარჩიელებს და დღესაც ეს სულისკვეთება, რა თქმა უნდა, ჩანს, მაგრამ ადამიანმა თითქოს და მიხვდა იმდენად აღარ ელტვიან აი ესეთი კატეგორიის ადამიანებს, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ ისინი უკვე ეკლესიაში ეძებენ მსგავსი შეხედულებებისა და სულიერი წინასწარმეტყველების, ასე თქო, მქონე ადამიანებს და ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი ნიშანი, არასწორი რელიგიური სულიერი ცხოვრების ნიშანი. მთავარი რაც არის ჩვენი სათქმელი, ეს არის, რომ როგორ განვაცხაოთ, ესე იგი, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი მარჩიელისაგან. და მეორე, რატომ სრულდება ესა თუ ის მარჩიელის წინასწარმეტყველება ბრალებში. პირველ კითხვაზე პასუხი ესეთი იქნება, რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი არასდროს ცდება და როდესაც ის წინასწარმეტყველებს, ყველა წინასწარმეტყველება ფაქტიურად აღსრულებულია. მაგრამ როდესაც გვაქვს საქმე მისან მეზღაპრეებთან, აქ ვხედავთ ჩვენ უცნაურ რამეს, რომ ეს საქმე შემოსავლის წყაროდ აქციეს. და ამდენად ის არ შეიძლება იყოს ნამდვილი. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ წინასწარმეტყველებები, ცრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც ამბობენ, რომ მაგალითად ესა თუ ის მოვლენა აღსრულდება ამა თუ იმ ადამიანზე, ხშირ შემთხვევაში არ სრულდება კიდეც. ეს ნაწილობრივი შესრულება არა დარდებთ რატომღაც ამ ადამიანებს, ვინც მიდის ამ მარჩიელებთან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს მკაცრად, რომ თუ წინასწარმეტყველების მხოლოდ ნაწილი სრულდება, ესე იგი აქ რაღაცა არა გვაქვს ჩვენ ჭეშმარიტებასთან საქმე, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, წინასწარმეტყველება ყველა უნდა აღსრულდეს. გარდა ამისა, ეშმაკს გააჩნია გარკვეული ინფორმაცია. ჩვენ ვიცით ამის შესახებ წმინდა წერილიდან, მათ აქვთ რაღაც სფერო, ეს იდუმალობით მოცული სფეროს რაღაც გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ეშმაკები ვერ ფლობენ სრულ ინფორმაციას ამა თუ იმ ადამიანზე თუ მოვლენაზე. ამდენად მათი წინასწარმეტყველება ხანდახან სრულდება, რადგანაც ნაწილობრივ იციან ეს ინფორმაცია და ხანდახან კიდე არ სრულდება და ამიტომ ის აი ასეთ სულიერ მარცხსაც განიცდის. მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს გასაკები უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ დღესაც ადამიანი ივიწყებს აი ამ სავალალო შედეგებს მათი წინასწარმეტყველებისა და მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ აი ნახეთ, აღსრულდა, რაც მითხრა ეს ნამდვილია და რაც არანამდვილი უთხრა, ამას ივიწყებენ. ამისთვის კარგი მაგალითია თვალსაჩინო, აი ცნობილი მე-20 საუკუნის ესეთი ჯადოქარის, როგორც იყო მჭვრეტელის ვანგას
მაგალითი იქნება კარგი. ის ამბობს ასეთ რამეს, რომ მისი წინასწარმეტყველება, ნახეთ, თავიდანვე დავიწყოთ, რომ რა საფუძვლები უდევს აი ამ მის სულიერ მჭყალებში ამ სულიერ მოვლენას. ის ამბობს, რომ ახალგაზრდობაში ვიღაცა ჭაბუკი, იდუმალებით მოცული ჭაბუკი გამოეცხადა მას. და ამის შემდეგ მას მიეცა გარკვეული ცოდნა, სულიერი ცოდნა რაღაცა იდუმალი სამყაროსი. და როდესაც მასთან მიდიოდნენ ადამიანები და მას მოგეხსენებათ რიგი ქონდა და მსოფლიოში განთქმული ჯადოქარი გახდათ, ის თავიდან თქვათ, რომ ის აი ამ ხილვის შედეგად დაბრმავდა და შემდეგ მოეცა ეს ნიჭები და იგი სიამოვნებით ყვებოდა იმის შესახებ, რომ კითხაობის დროს ის განიცდიდა რაღაც ზებუნებრივ ძალების ზემოქმედებას, რომ თითქოს და ვიღაცა აწვდიდა აი ამ აზრებს. აი ამას თვითმხილველებიც კი ამბობდნენ, რომ თითქოს უცხო პირები ერეოდნენ საუბარში და ვანგამ მხოლოდ იყო იარაღი იმისა, რომ აი ეს ინფორმაცია მოესმინა ამა თუ იმ ადამიანს და გარდა ამისა, მას ამის შემდეგ, ესე იგი, ესეთი ხმების შემდეგ, ასეთი საშინელი მდგომარეობის შემდეგ, როდესაც ის მთლიანად იცლებოდა და ამას თავისუნებრივად ამბობდა, ეწყებოდა საშინელი ტკივილები და ასევე ცნობილია, რომ ის მთლიანად ენერგია გამოცლილი რჩებოდა. მართლმადიდებლური თვალსაჩინით ეს ყოველივე შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას, რომ როდესაც მას შეხვდა ვინმე მხედარი, ეს იყო რა თქმა უნდა ბოროტი, ეშმაკი, რომელიც მივიდა ესეთი ჭაბუკი მხედარის სახით და შთააგონა მას ეს სულიერი ბოროტება და ამის შემდეგ მასში იწყება მისი სულიერი ზემოქმედების გამოვლინება. საინტერესო ინფორმაცია გახლავთ ასევე ის, რომ როდესაც მას შეთავაზეს სხვა ადგილზე გადასვლა, მან უარი განაცხადა ამაზე, ვინაიდან ამბობდა, რომ სწორედ აი ამ ადგილას პოულობდა ის იმ მჭვრეტელობის და სულიერი ნიჭების ენერგიას იღებდა, რომელიც სხვაგან არსად არ არსებობს. შემდეგში გაირკვა, რომ თურმე იმ ადგილას ძველად იყო კერპი და სწორედ ეს კერპი იყო, როგორც ჩანს, ის მხედარი, რომელიც ეცხადებოდა მას ახალგაზრდობაში და რომელმაც შთააგონა ეს სულიერი ძალების, ესე იგი, ზემოქმედების საშუალება მისცა მას. ეხლა კიდევ ერთი სცენი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, გახლავთ ექსტრასენსები. ეს მოგეხსენებათ გახლავთ რაღაც ბიოველები, ტელეპათიით, მკურნალობით და ნათელმხილობით დაჯილდოებული ადამიანები ნიჭებით. ეს ექსტრასენსები არის ფაქტიურად ბიოველური სივრცე, ირკვევა, რომ ყოველი ადამიანი სინამდვილეში ფლობს რაღაც სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ მარაგს და რომელიც სისხლის მიმოქცევის მსგავსად წრიულად მოძრაობს, ცირკულირებს განსაზღვრულ ენერგეტიკულ მერიდიანზე. და თუ ორგანიზმს რომელიმე მონაკვეთში რაღაც ენერგეტიკული საცობი აქვს ან ენერგეტიკული უკმარისობა, მაშინ შესატყვისი მერიდიანის ორგანო სნეულდება. აი ესეთია მისი განმარტება და საჭიროდ მიიჩნევა ჯამთელი ორგანოების ენერგიის გადატანა ავადმყოფში. ეს არის ექსტრასენსობა, მაგრამ სწორედ ამ რეფლექსოთერაპიის მეთოდს იყენებენ ჯადოქრები და ექსტრასენსები და ისინი ამბობენ, რომ მათ გააჩნიათ ეს ბიოსივრცე, ეს ენერგია, რომელსაც ისინი გადასცემენ ადამიანს და შესაბამისად თითქოს და განკურნავენ მათ. მაგრამ ფაქტის სახეზეა და ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ექსტრასენსი დარბაზში თუ ტელევიზიით გამოდის მისი, ესე იგი, ენერგიის გადასაცემად და ადამიანისათვის ამ დროს ხდება რეალურად რაღაც ზემოქმედება, მაგრამ ეს ზემოქმედება ნელ-ნელა დროთა განმავლობაში სხვა სახეს იძენს და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ ექსტრასენსები ძლიერ სნეულდებიან, ხოლო ვითომ განკურნებული პაციენტები კვლავ ავადდებიან ავადმყოფობებით და კიდევ უფრო დიდ გასაქანს იძენს ესა თუ ის ავადმყოფობა ადამიანში, ვინაიდან ეს არის
ცრუ განკურნების მეთოდი, ეს არის ცრუ სულიერების მეთოდი და რა თქმა უნდა მას არ შეუძლია ადამიანის განკურნება, მხოლოდ მოჩვენებითია ეს ყოველივე და ადამიანის შემდეგ უფრო უარესი და შეიძლება იმდენად ძლიერი ცნეულებებიც კი დაემართოს, რომელიც მას არ ქონდა ადრე. და გარდა ამისა, ექსტრასენსები ამბობენ, რომ ისინი ფლობენ რაღაც გარკვეულ ენერგიას კოსმოსიდან. ეს კოსმოსი რამდენად რეალურია და რამდენად აბსტრაქტული თემაა ჩვენთვის ახლა გასაგებია და რა სულიერ ძალებზე შეიძლება იყოს საუბარი ამ კოსმოსიდან მიღებულ ძალებზე ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ეს გასაგებია ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს რომ ნაყოფითა მათითა შეიცანით ისინი და როგორც წმინდა წერილი ბრძანებს და მათი ნაყოფი გახლავთ სწორედ ცრუ შეხედულებები ამპარტავნება გარყვნილება და აი ამ სწორედ აი ასეთ სულიერ ენერგიებს გადასცემენ ისინი თავის პაციენტებს, როდესაც ვიღაცა ესწრება მათ სეანსებს დარბაზში თუ უყურებს მათ ტელევიზიით. ეს საშინელი კოშპიროვსკები ჩვენ ვიხილეთ იმ არეულობის პერიოდში, როდესაც იგრეოდა საბჭოთა კავშირი და ამისთკენ რაღაცნაირად ტოლვა გამოიჩინა საზოგადოებამ, მაგრამ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ეს სიცრუე უფრო განცხადდა მადლობა ღმერთს ამისათვის, მაგრამ არსებობენ კიდე ადამიანები, რომლებსაც ჯერათ და ამისი პროპაგანდა დღესაც მიმდინარეობს ტელევიზიით. უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ბულგარეთში ამ ვანგას სეანსების შემდეგ დაიწყეს გარკვევა იმისა, თუ რა შედეგები მოიტანა მისმა ამ წინასწარმეტყველებებმა და მკურნალობებმა, აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში მართლაც ნაკლები ზარები იყო საავადმყოფოებში, ნაკლები ადამიანი მიუტოდა საავადმყოფოებისკენ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სლავრი დინება სნეულებებისა გააორმაგდა და გაათმაგდა და ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ეს ცრუ სასწაულები არ არის ღვთისაგან. ასტროლოგია, ალქიმია და მაგია ეს რაღაც ჯაჭვია ერთობლივი და უძველესი დროიდან ისინი მჭიდრო კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან, ეს მაგები, მოგვები, ქურუმები და 1000 გვარი სხვა ჯადოქრები და მკითხავები რაღაცნაირად ერთი სულიერი ბოროტი ძალებით საზრდოობენ. ეს კარგად ჩანს, როდესაც განვიხილავთ ხოლმე მათ შინაგან სამყაროს ამ ჯადოქრობებისა, ასტროლოგებისა თუ სპირიტებისა თუ სხვა მოვლენებისა ერთი მთლიანი სახე ჩანს ამათი. ერთი მთლიანი ბოროტების მანქანა მჟღავნდება და ეს დაკვირვებული ადამიანისათვის კარგად არის ცნობილი. წმინდა წერილი საუბრობს იმაზე, რომ როდესაც ადამიანის კაცები შეერთდნენ ღვთის კაცებს, ანუ მოგეხსენებათ ღვთის კაცებად ითვლებოდა აბელის შთამომავლობა, ხოლო კაინის შთამომავლობა ითვლებოდნენ ადამიანის ძეებად, როდესაც მოხდა შერევა აი ამ ორ მოდგმას შორის, მაშინ აი ამ ადამიანის ნაშიერებმა, ადამიანის შვილებმა გადასცეს ეს სფარული ეშმაკისეული ცოდნა ღვთის შვილებს. და ეს შემდეგ უკვე გამოვლინდა სხვადასხვა სახით, ასტროლოგიის სახით, ჯადოქრობის სახით და ფართოდ ვრცელდებოდა მაშინდელ საზოგადოებაში ამ ფარული ზებუნებრივი ნიჭების გადაცემით იზიდავდნენ ისინი ადამიანებს და ამ არაჯანსაღმა მდგომარეობამ მოაღწია ჩვენამდე და დღევანდელი ადამიანიც მოგეხსენება დაასნეულა აი ამ საშინელი სცენით. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ძველი ისეთი ისტორიული სახელმწიფოები, როგორც იყო ბაბილონი, ასურეთი, სპარსეთი, მთლიანად გადაშენდნენ და აღარ არსებობენ და სწორედ იქ იყო ძირითადი ბუდე აი ამ ყოველივესი. ეს უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, რომ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ცოდვამ. მოიტანა ის, რომ ეს ქვეყნები მთლიანად აღიკავა პირისაგან მიწისა და ძველთაგანვე ასტროლოგობა და ბორ ძალთა მსახურებას მოქონდა ყოველთვის აი ესეთი სავალალო შედეგი და ის როგორც ძველ ჯულში, ასევე ახალ აღთქმაშიც ისჯებოდა და ხშირ შემთხვევაში ის
ისჯებოდა ჩაქოლვითაც კი. აი ესეთი მკაცრი იყო ლევიტელთა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ამის შესახებ, რომ ჩადოქრები, მოგვები, ვარსკვლავთ მრიცხველები, მისნები ჩაქოლვით ისჯებოდნენ. ახალი აღთქმის მართლმადიდებელი ეკლესია, რა თქმა უნდა, ესეთი სიკვდილით არ ჯის ადამიანებს, მაგრამ ჯულის კანონი, ტრულის, ანკვირის, ლაოდიკიის, ბასილი დიდის კანონები, გრიგოლ ნოსელის კანონები კაცრად განჯდენ ადამიანს ესეთი საქციელის გამო და განაშორებდნენ ზიარებისაგან, ხოლო მღვდელმოქმედი თუ იყო ვინმე, ის განიკვეთებოდა, რა თქმა უნდა, დედა ეკლესიის წიაღიდან. აქვე უნდა ითქვას კიდე შემდეგი რამ, რომ ნეტარი ავგუსტინე აი ესეთ ადამიანებს, რომლებიც მიილტვიან ან თითქოს და ვარსკვლავებით განაგონ თავისი ბედი, აი ესეთ სწავლებას გვიტოვებს, რომ როდესაც მიღებული იქნება ეს რწმენა, ცრუ რწმენა, თითქოს და ვარსკვლავები განაგებენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ ჩვენი შეცდომებისათვის, რადგანაც გავიმართლებთ თავს ვარსკვლავთა მოქმედების გარდაუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავინახავთ ამაში ღმერთს როგორც ბოროტების შემოქმედს და სწორედ მაშინ ეშმაკი მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერზე ჩათრევას. ამრიგად მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებაში, ამიტომ შეუძლებელია ვინმე ან რამე ძალდატანებით წარმართოს ის ბოროტებისაკენ, რადგან ეს არის მხოლოდ ღვთის განგების ხელში. საკმაოდ გავრცელებული სენი გახლავთ ასევე სპირიტიზმი. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს დაფარული სატანიზმია. სპირიტიზმი წმინდევრები ამბობენ, რომ იმყოფებიან წმინდა სულების ზებუნებრივი ზემოქმედების ქვეშ და ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი ბოროტი ძალები, ეს არის მხოლოდ მიცვალებულთა სულები და რომლებიც სპირიტიზმისაგან არ განწმენდილანი. ისინი ასევე უარყოფენ ჯოჯოხეთის არსებობასაც. მათი აზრით, ადამიანის სული რაღაც ბუდისტურად მსჯელობენ ისინიც რეინკარნაციის განიცდის და თუ ადამიანი მოყვას ბოროტად ეპყრობოდა, ესე იგი შემდეგ ცხოვრებაში ის იმავე ბოროტების მსხვერპლი გახდება. ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, ყოველად მიუღებელია მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. მართალია, მიცვალებული არ გვდება, მაგრამ მისი სული არის ღმერთთან მიბარებული და ამიტომ მას არ აქვს, რა თქმა უნდა, ესეთი ზემოქმედების საშუალება ადამიანზე, როგორც ამას სპირიტები ამბობენ, მხოლოდ წმინდანებს ეძლევათ ეს უფლება, ხოლო დანარჩენი კაცობრიობა ელოდება თავის სამსჯავროს, რომელიც განაჩინებს მათ მარადიულობაში ყოფნის ადგილს, თუ სად დაივანებენ ისინი ნეტარ ცხოვრებას თუ მარადიულ ტანჯვას. ამ ფაქტის მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ზოგი ამბობს, რომ ეს არის რაღაც მეცნიერება, რა თქმა უნდა, ცრუ შეხედულება, მეორენი კი სრულიად უარყოფენ ამ სულების საერთოდ არსებობას. ალბათ ორივე დამოკიდებულება არის ჩვენთვის მიუღებელი, ვინაიდან თუ მეცნიერება უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ზუსტი და მას არ შეიძლება კონდეს ხან სრულდებოდეს და ხან არ სრულდებოდეს, ან ხან იყოს ეს გამოვლინებები და ხან არ იყოს ეს გამოვლინებები, ანუ ფაქტებზე მეტყველებს მეცნიერება, რასაც აქ ვერ ხედავთ ჩვენ და მხოლოდ ილუზიურ სამყაროსთან გვაქვს საქმე, თუნდაც ინძრეოდეს თეფშები თუ მაგიდები, ამას არავითარ მნიშვნელობა სულიერი თვალსაზრისით არ გააჩნია და მეორე რომ ის არის, რა თქმა უნდა, სულიერი ფენომენი, მაგრამ აი ამ ფენომენში დევს ბოროტი ძალები, ჩვენ აი ამ ჭრილში განვიხილავთ ამ რელიგიებს, თუ წარმართულ შეხედულებებს, თუ მისნობებს, თუ ჯადოქრობებს და მართლმადიდებელი ქრისტიანთვის კი ნათელია, თუ რასულებთან აქვთ კავშირი აი ამ მედიუმებს, ამ სპირიტებს, რომლებიც სეანსებზე ასე აჯადოებენ ადამიანებს და გონიათ, რომ რაღაცა კავშირებთან აქვთ საქმე. ასეთივე სულიერი სულისკვეთება, მდგომარეობა შეინიშნება აღმოსავლურ რელიგიებშიც და კულტებშიც, როგორც არის მაგალითად ბუდიზმი, ბრაჰმანიზმი, იუდაიზმი და ასე შემდეგ. ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომლის შესახებაც საუბრობს
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი, როდესაც საუბარია აი ამ სასწაულებზე და მათ გამოვლინებებზე, კარგად ხსნის მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი აი ამ მოვლენას და აღწერს კიდეც ის თავის ერთ-ერთ წიგნში. ჩვენ გირჩევთ, რომ ეს წიგნი აუცილებლად წაიგითხოთ მომავლის რელიგიის შესახებ. ჩვენ კიდე მოკლედ განმარტოთ, დავინახოთ თუ რა სულიერ სნეულებაზე საუბრობს ეს დიდი მამა. ესე იგი, იქ საუბარია იმაზე, რომ ვინმე არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, იმყოფებოდა მოგზაურობაში და ისინი როდესაც გემით მოგზაურობაში ინდოეთისკენ მიემართებოდნენ და როდესაც აღმოჩნდნენ კუნძულთან შეჩერდნენ, რათა ესე იგი ნახშირის მარაგი აეღოთ და სწორედ იქ გადმოსვლის დროს ისინი ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ მამა ნიკოლოზი და იქ იყო ერთი ფაკირი მედიუმი, რომელმაც დაიწყო თავისი ჯადოქრობის, ესე იგი, და აი ამ ცრუ სასწაულების გამოვლინება. ეს სასწაული იმდენად თვალნათელი იყო, რომ თავად არქიმანდრიტი ნიკოლოზიც კი გააოცა. ხედავთ ჩვენ იმას, რომ დაჯდა ეს ფაკირი მედიუმი თავისი ლოცვის აღსასრულებლად და ამის შემდეგ იწყება მათ წინ თითქოს და პანორამა იყოს გადაშლილი და ისინი ხედავდნენ თავიანთ გემს, თავიანთ თავს აი ამ გემებზე, საოცარ სანახაობას, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ გემთან ახლოს და არც ზღვასთან, ეს საოცარი სანახაობა მათ მზერას, ესე იგი, აბნელებდა და სულიერად და ისინი ესეთ გაუგნებულ მდგომარეობაში იყვნენ. მართალია შემდეგ ეს არქიმანდრიტი ნიკოლოზი მოვიდა გონს, რომ ესეთი სანახაობის ხილვა, რა თქმა უნდა, არ იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრისთვის შესაფერისი და მან უმალვე დაიწყო იესოს ლოცვის წარმოთქმა და როდესაც ნელ-ნელა გააძლიერა იესოს ლოცვა, ჩვენ ხედავთ, რომ ფაკირს რაღაც დაემართება ამ დროს და ის გადავარდება პირდაპირ ამ სეანსის დროს სკამიდან და ამის შემდეგ ის მკაცრად გამოხედავს ამ მოძღვარს და ამითი დასტურდება ის, რომ სწორედ აი ასეთი სულიერი ლოცვის შედეგად ის ვეღარ აგრძელებს თავის ჯადოსნურ ესეთ ბოროტი ძალების გამოვლინებით აი ამ ცრუ შეხედულებების დამკვიდრებას. რა შეიძლება ითქვას აი ამ მოვლენაზე, ამ ცრუ სასწაულზე? ჩვენ რა თქმა უნდა აქ ხედავთ ერთ ძირითად ნიშან-თვისებას, რომ ეს სასწაული ძმაუნდადანო არაფერს კარგს არ გვაძლევს ჩვენ. ის მხოლოდ და მხოლოდ მოგზაურთა ცნობის მოყვარეობას აკმაყოფილებს. აქ ჩვენ ვერ ხედავთ ვერანაირ ისეთ სულიერ მოვლენას, რომელმაც შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ მაგალითად ადამიანი განკურნოს რეალურად სნეულებებისაგან, ან აღადგინოს მკვდარი და ან ისეთი კიდევ აუხილოს თვალი ბრმას და ასე შემდეგ, რაც ხდება უხვად და ხდებოდა დედა ეკლესიის წიაღში და ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელ ადამიანებში და ქრისტეს ეკლესიის ღვთისმსასწაულები მხოლოდ კეთილი მიზნისათვის სრულდებოდა. ეს არის მთავარი. ხოლო აქ ჩვენ ხედავთ, რომ ეს სასწაული სრულდება მხოლოდ და მხოლოდ ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად მასში ვერ ხედავთ ჩვენ ვერანაირ ჭეშმარიტებას, ვერანაირ ფასეულობას, რომელმაც შეიძლება ადამიანს ათქმევინოს, რომ აი ნახეთ, როგორია ეს სასწაულები და როგორ შეიძლება ამისი არ დაჯერება. პავლე მოციქულის სხვათა შორის, როდესაც საუბარია იქ, რომ ეშმაკმა შეგახსენებთ, მე საქმე მოციქულთაში არის ესეთი ადგილი, რომ თითქოს და ეშმაკები სიმართლეს ამბობენო, ის კაცრად განიკითხავს აი ამ საკითხს და საერთოდ ამბობს, რომ რაც არ უნდა სიმართლე თქვას ეშმაკმაო, ის მაინც ბოროტია და მისი განზრახვა აუცილებლად იქნება ბოროტი და შედეგი ამისი იქნება სავალალო. ამდენად ასეთ ცრუ სასწაულებში ჩვენ უნდა დავინახოთ ერთადერთი რამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ დაინახეს მაგალითად, რომ რეალურად ესეთი რამე არსებობს, რომ სასწაულის სახე მიეცა ამას, მაგრამ რეალურად დაინახეს ის გემი, რომელშიც ისინი იჯდნენ და ყველამ დაინახა საკუთარი თავი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საამისოდ, რომ ადამიანმა ირწმუნოს ჭეშმარიტ სასწაულად მიიღოს. ჩვენ ამის შესახებ წინა შეხვედრაზეც ვთქვით და ეხლაც ვადასტურებთ, რომ სასწაულს აქვს მხოლოდ და მხოლოდ
მისი დატვირთვა არის სარგებელის მოტანა ხალხისათვის და განკურნების საშუალებათა გვევლინება სასწაული, ან და კიდე ჭეშმარიტ რელიგიაზე მოქცევის საშუალებად. ხოლო აქ არც ვერცეც და ვერც მეორეს ვერ ხედავთ ჩვენ. ეხლა კიდევ საინტერესო გახლავთ რა ხდება ისლამში ამ სასწაულებისადმი როგორი დამოკიდებულება არის. ჩვენ არ შეუდგებით რა თქმა უნდა ამ რელიგიის განხილვას, ვინაიდან ეს არ გახლავთ ჩვენი საუბრის საგანი. ჩვენ უბრალოდ მიმოვიხილავთ რამოდენიმე საკითხს, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო, რამდენად ხდება, ესე იგი, ისლამშიც სასწაულები, რამდენად მისაღებია ეს სასწაულები საზოგადოებისათვის. მუჰამედის ცხოვრებაში არის მაგალითად ესეთი ადგილი, რომ როდესაც ის უხადაგებდა არაბებს თავის შეხედულებებს და რელიგიას ცფიერებით მიმართა მან და ვითომდა სულიწმინდის შთაგონებით, ესე იგი, მტრედს იჯენდა ხოლმე ყურთან, ყურში ჰქონდა მას საკვები, ჩაყრილი მტრედისათვის და თითქოს და ეს მტრედი სულიწმინდის შთაგონებით, ესე იგი, თითქოს და ლაპარაკობდა მუჰამედი. აი ესეთ რამეს ვხედავთ ჩვენ მის ცხოვრებაში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მასთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ ასეთ რამეს, რომ ჩვენ ვიცითო, რომ წინასწარმეტყველებდნენ ძველ აღთქმაშიო და ეს წინასწარმეტყველებები სრულდებოდაო და ყველაზე დიდი წინასწარმეტყველება კი თავად სასწაულთ მოქმედი გახდათ ქრისტეო, რომელმაც უამრავი სასწაული აღასრულაო. მაგრამ შენ რას გვეტყვი ამის შესახებ? მუჰამედი კი ბრძანებს, რომ რა თქმა უნდა ვერ უარყოფს ამას და ამბობს, რომ მოსე და მომდევნო წინასწარმეტყველნი თავად ქრისტეც მოვლენილი იყო ღვთისაგან სასწაულებისა და ნიშნების აღსრულებითო, ხოლო მეო מחვილით მოვივლინეო და მაქვს ბრძანებაო ღვთისაგან, მოვაგვტინო ყოველი, რომელიც არ დაემორჩილება ჩემს სიტყვას. აი ესეთია მისი შეხედულებები, ნუ რამდენად შეიძლება ესე იგი იყოს ღვთისგან მოწოდებული აზრი და შეხედულება, რომ შეუძლია მას מחვილითვე მოაგვტინოს, ვინც მას არ დაემორჩილება და არ მიიღებს მის სასწავლებას, ეს თავად განსაჯეთ მუსულმანებს თვალსაზრისით, ესე იგი სასწაული პირველ ყოვლისა რაღაც კანდიდებას ემსახურება წინასწარმეტყველში, როგორც იყო მუჰამედი, ხოლო ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენ თქვით და არაერთხელ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ის მხოლოდ ადამიანის სარგებლის მოტანას ითვალისწინებს და სხვას არაფერს. ესეთი პოლემიკაც კი არსებობდა მუსლიმანსა და მართლმადიდებელს შორის და ესეთი შეკითხვა დაუსვეს, რომ მუჰამედიცო, ესე იგი, მრავალ სასწაულს ახდენდაო და ამბობს ეს მუსლიმანი, რომ ერთხელო მანო მთვარე თითით ორად გაყო და შემდეგ შეაერთაო. შემდეგ ქვასა და ხეს ლაპარაკს აიძულებდაო და ხელის ხუნზე დაყრილ ქვის კენჭები ადიდებდნენ მასო. და მთელი ამ მოღვაწეობის მანძილზე თეთრი ღრუბელი უნათებდა მასო და ყველა სასწაულსო ვერც კი ჩამოთვლივ, ასე ამბობს თათარი. მაგრამ რას ამბობს ახლა პასუხად მართლმადიდებელი, ნახეთ? ეს სასწაულები, რაც თქვენ ჩამოთვალეთო, იმას ცხადყოფს, რომ მათი შინაარსი აბსოლუტურად არ არის ღვთისაგან, ვინაიდან ისინი აბსოლუტურად უსარგებლო არიან ადამიანისათვის და მართლაც ესეა, რომ აი ნაყოფითა შეიცნობა სასწაული, ხო? ნუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანს იმან, რომ ნუ ქვები რაღაცას მეტყველებენ და ან ღრუბელი დაყვებოდა მას, ან მთვარეს რო თითით ორად გაყოფდა და ასე შემდეგ. არაფერი, როგორც თქვით, სხვა სრულ შეხედულებებში, რელიგიურ შეხედულებებში, აქაც არის მხოლოდ ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილების მცდელობა და სხვა არაფერი. ისლამში სასწაული პირველ ყოვლისა, ესე იგი, ნიშნებს გულისხმობს, ხოლო ქრისტიანობაში ზებუნებრივ შეწევნას და რამეც კი თქვა მუჰამედმა, რომ როდესაც მოწყალე იყოსო, ესეთი სიტყვები აქვს, პირდაპირ ყურანში წერია, ძმასო ჩვენსა იესეს, ანუ ქრისტეს გულისხმობს, მეტი თავდაჯერებულობა რომ ქონოდაო, უფრო ხაერშიც კი გაივლიდაო, ეს საუბარია იმაზე, როდესაც ის წყალზე გაიარა, მაგრამ აქ რატომ გაიარა ქრისტემ წყალზე, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არა თვითონ ის ფაქტი, რომ წყალზე გაიარა. მოგეხსენებათ, როდესაც
5,000 ადამიანი დააპურა მაცხოვარმა, ამის შემდეგ მისი განდიდება სურთ ებრაელებს და იმისათვის რომ განერიდოს მათ იმ ტბაზე გადაეულეს ის როგორც ხმელეთზე. აი ესე იყო ესე იგი ნიშანი თუ რისთვის გააკეთა ესა თუ ის სასწაული მაცხოვარმა. ხოლო ისინი კი როგორც ხედავთ მუჰამედი ამბობს რომ მეტი თავდაჯერებულობა რომ მქონოდაო ქრისტესო, ესე იგი ხაერშიც კი გაევლიდაო. ანუ სულ სხვა მოტივია სასწაულისა. ესე იგი ისლამში ის წინასწარმეტყველის განდიდებას ემსახურება ეს სასწაულები და ქრისტიანობაში კიდე მხოლოდ და მხოლოდ ხალხის შემწედგვევლინება და რასაც არაერთხელ ვისაუბრეთ ჩვენ დღესაც და გასულ შეხვედრებზეც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმანი წმინდანების სასწაულები არა პიროვნულ ღმერთის, არამედ თანამონაწილეობით, არამედ რიტუალური ფორმულებით და ცოდნით და ფარული სულიერი ნიჭით შეიძლება ახსულდეს. ასეთი თანამედროვე სოფისტი არსებობს ერთი, რომელიც ამბობს, რომ სუფისტს სასწაულისადმი მშვიდი დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან განსაზღვრული მექანიზმის შედეგად მიიჩნევს მას. ანუ ესე იგი მექანიზმის მუშაობის შედეგი ყოფილა ეს სასწაული. ანუ რაღაც მექანიზმი იცის ადამიანმა, რომელიც ამუშავებს ამ მექანიზმს და ამის შემდეგაც ღებულობს ამ სასწაულს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სასწაულის ასრულების წყარო არა ღვთისნებაა, არამედ მედიუმის, ამ შემთხვევაში მუსლიმანის სუფისტის ქმედება, სხვა წარმართულ რელიგიებში ის იყვნენ ხან სპირიტები, ხან მოგვები, ხან ჭყიბავები და ასე შემდეგ. ანუ სახე აი ამ ყოველივესი, როგორც ხედავთ, ერთი და იგივეა, როგორც აღმოსავლურ რელიგიებში, ისე იმ წარმართულ სულიერ შეხედულებებში, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ ჩვენ დღეს. ამის შესახებ ჩვენ უამრავი პატერიკი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც ესეთი ცრუ სასწაულების და ცრუ ამ მექანიზმების მეშვეობით ხდებოდა სასწაულის გამოვლენა, ცრუ სასწაულის გამოვლენა, რომელსაც კატეგორიულად გძალავდა მართლმადიდებელი ეკლესია და ყველა წმინდანი აი ესეთ შეხედულებებს და აი ამ განდიდებას გაურბოდნენ. ჩვენ ვიცით ამის შესახებ და კიდევ ცალკე თემა გახლავთ ეს ცალკე სასაუბრო. ეხლა კიდევ ერთი საკმაოდ ამოუცნობი მოვლენა გახლავთ საზოგადოებისთვის, ეგრეთ წოდებული ფრინავი თევშები, ამოუცნობი ფრინავი ობიექტები. ეს მოგახსენებათ, ეს მოვლენა მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოვლინდა, ამას ამოს უწოდებენ შემოკლებით და ერთი შეხედვით ის მას თითქოს და არანაირი შეხება არ აქვს რელიგიასთან და სულიერ სამყაროსთან და ის ადამიანებს მართლა მიაჩნიათ, რომ არის ნამდვილად რეალური არსება, რომ თითქოს და კოსმოსიდან ჩამოდიეს ვიღაცები სამყაროს გადასარჩენად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ დაკვირვება ცხადყო და უამრავი ადამიანმა განიხილა ეს საკითხი და მათ შორის ასევე დავესესხებით კვლავ დელმონაზონ სერაფიმ როუს, რომელმაც მთლიანად წიგნი მიუძღვნა ამ თემას და საკმაოდ საფუძვლიანად განიხილა ეს საკითხი და ის ამბობს, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ოკულტურ მოვლენაზე, პარაფსიქოლოგიურ მოვლენაზე, რომელსაც სინამდვილეში არავითარი რეალობასთან შეხება არ აქვს და ამის შესახებ ჩვენ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულად ვისაუბრებთ. უამრავი მკვლევარი არსებობს ამ საკითხისა, რომლებიც ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს არის ჰიპნოზური ხერხი და რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძვლიანი დასახდენი, ოკულტური ფენომენი გახლავთ და ეს ფენომენი მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა ადამიანებში, ქრისტესაგან განდგომილ ადამიანებში, რომლებიც ელოდებოდნენ მხსნელებს კოსმოსიდან და ეს ლტოლვა კოსმოსისაკენ, ეს სრულ სასწაულებისაკენ ლტოლვა დღეს კიდევ უფრო გაძლიერებული ფორმითაა და ამიტომ ესეთი მოვლენა როგორც ფრინავი თევში, რა თქმა უნდა, ადამიანს აოცებს და გონია, რომ ეს მართლაც კოსმოსური ძალებია. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ფრინავი თევშები გამოვლინდა საქართველოშიც იმ პერიოდებში ვლინდებიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც არის ომები, არეულობა და აფხაზეთის ომი რო იყო და სამაჩაბლოს ომების დროს და განსაკუთრებული სიდუხჭირის დროს საქართველოშიც არაერთ ადამიანს უხილავს ფრინავი თევში და ეს გახლავთ აბსოლუტურად ისეთივე მოვლენა, როგორიც იყო
ის წინა რელიგიებში თუ ოკულტურ სწავლებებში განხილული ცრუ ჩვენებები, რომელსაც რა თქმა უნდა იოლად ახერხებს ბოროტი ძალებიც. მთავარი ამ ერთი და იგივე ფენომენში გახლავთ ის, რომ აბსოლუტურად ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებს ეშმაკი. დელმონაზონ სერაფიმ როუს მოყავს ესეთი მაგალითიც, რომ ერთ პოლიცმენს ეცხადებოდა, უამრავი მაგალითი მოყავს თავის წიგნში, მაგრამ ერთ-ერთს მოვიყვანთ აქ, რომ ერთ პოლიცმენს ასე ეცხადებოდა ფრინავი თევზიდან გადმოსული ობიექტები, მაგრამ რეალურად არაფერი არ მოყვებოდა ამას, მისი ლოდინი გრძელდებოდა. ის იყო რელიგიური ადამიანი და შემდეგ დაანება მთლიანად ბიბლიის კითხვას თავი და შეუდგა აი ამ თუ რამე წიგნი არსებობდა ამ უცნობ ფრინავ ობიექტებზე ამის შესახებ გაცნობას, მთელი მისი ცხოვრება ფაქტიურად გადადო ამისათვის, რომ მართლაც ენახა ეს ვინც არის ეს რეალურად ფრინავი ობიექტის შიგნით მკვიდრი და შემდეგ მართლაც ცოტა ხანში გამოჩნდება 80 ფუტის ესე წერია დიამეტრის მქონე ხომალდი, რომელსაც თეთრი წითელი მწვანე ბრუნავი სანთლები ერტყა გარს და მალე ხომალდი ისევ გაქრა. მეტი არაფერი არ მომხდარა. ასეთივეა დაახლოებით თითქმის ყველა ის აღწერილი ისტორიები, რომლებიც აი ამ ამოუცნობ ფრინავ თევზებზე საუბრობენ. ანუ ადამიანს ტოვებენ რაღაც დიდის მოლოდინში და სინამდვილეში ეს მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ აღსრულდება და ესეთი ადამიანი თავის რეალურ სახეს კარგავს და იწყება როგორც წესი ფსიქოლოგიური აშლილობები და უამრავმა ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა თავისი ცხოვრება, რაც არის ასევე იმის ნიშანი, რომ ეს მოვლენა, ოკულტური მოვლენა, ნამდვილად ეშმაკისგანაა და არავითარ შემთხვევაში მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არ უნდა მიიღოს ის როგორც რეალური კოსმოსური ძალა. ესე იგი, მთავარი მისი მიზანი, როგორც თქვით, არის, რომ რა მნიშვნელობასაც არ უნდა იყოს ამოს ფენომენი მთლიანობაში ყოველ ახალ კონტაქტს აქვს თავისი სპეციფიკური მიზანი, რომ აცთუნოს კონტაქტში შემომსვლელი ადამიანი, აქციოს იგი რაღაც ამოს კულტის გამავრცელებელ ან პირად სულიერ კატასტროფამდე მიყავს ესეთი ადამიანი. შემდეგ ჩვენ კიდევ გვაქვს ერთ თემაზე სასაუბრო. უამრავი საკითხია, რა თქმა უნდა, ამ კუთხით განსახილველი, მაგრამ დღევანდელი ფორმატი ამის საშუალებას ჩვენ არ გვაძლევს. ერთი თემა კი აუცილებლად უნდა ითქვას, ეს არის ენებზე ლაპარაკი, რატო ხდებოდა. ესე იგი, ხშირად ამბობენ, ეს არის 50-იანელებს სექტის ესეთი თითქოს და ნიჭის გამოვლინება და ჩვენ ვიცით, რომ ეს ნიჭები პირველ საუკუნეებში ჰქონდა ჭეშმარიტ ეკლესიაზე და როდესაც ადამიანი ინათლებოდა, ისინი როგორც მოციქულები, ასევე მონათლული ადამიანები საუბრობდნენ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ენებზე, რომელიც იყო საშუალება იმისათვის, რომ გაევრცელებინათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს იყო მისი ესეთი სულიერი დატვირთვა ამ სასწაულისა, რასაც ქვია უცხო ენებზე ლაპარაკი. და როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, ეს იყო ნიშანი და მან ჩაიარავ. აი ესეთ წერს პირდაპირ წმინდა დიდი ნეტარი მამა. მაგრამ სამწუხაროდ ამ ნიჭმა რომ ჩაიარა, ეს ვერ გავაგებინეთ ჩვენ 50-იანელებს და ისინი თავის ესეთ შეხვედრებზე ხშირად განსაკუთრებით სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს ისინი იკრებებიან და იწყებენ თითქოს და აი ამ ენებზე საუბარს, მაგრამ განსხვავება იმ პირველ საუკუნეების ჭეშმარიტი ენებზე საუბრისა და დღევანდელი 50-იანელებისა ის გახლავთ, რომ იქ ნამდვილად საუბრობდნენ სხვადასხვა ენებზე, რომლებსაც ქადაგებდნენ შემდეგ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო აქ გვაქვს ჩვენ ასევე პარაფსიქოლოგიურ მოვლენასთან საქმე, რაღაც მეთოდთან საქმე, რაღაც ფსიქიკურ მექანიზმთან საქმე, რომელიც აი ესეთი ხშირი გამეორებებით, მაგალითად ლალალა ან სხვა რამეს იწყებს ადამიანი საუბარს ამა თუ იმ ენაზე. პირდაპირ იპყრობს ამ შემთხვევაში ეშმაკი მათ სულებს და ისინი ლაპარაკობენ, თვითონც არ იციან რას ლაპარაკობენ და ამას ეძახიან სულიწმინდის შთაგონებას, ამას ეძახიან ჭეშმარიტი სასწაულის გამოვლენებას და ჩვენ კიდე როგორც სხვა მედიუმურ შეხედულებებში აქაც ხედავთ, რომ ეს არის პირდაპირ მედიუმური მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან ეს ადამიანები და აი ამ სენს შემდეგ
ესეთი მექანიზმებით, მცდარი მექანიზმებით, ვარჯიშებით აღწევენ აი ამ თითქოს და უცხო ენებზე საუბარს, რაც ნამდვილად არ გახლავთ ჭეშმარიტება და არ შეიძლება ის იყოს ჭეშმარიტი. ვინაიდან ჭეშმარიტ ნიჭებს, სულიწმინდის ნიჭებს სულ სხვა საფუძვლები გააჩნია. ამ სასწაულებში კი ჩვენ ვხედავთ იმ ჭეშმარიტ ღვთის სულს, რომელიც იყო ძველ დროში და ის შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ არის ჭეშმარიტი და ის არის ყოველად მიუღებელი. ჩვენ დღეს საკმაოდ ზედაპირულად ვსაუბრობთ ამ თემებზე, შეიძლება კიდევ უფრო ცალკე განხილვის თემათაც გახდეს თითეული მათგანი, მაგრამ მთავარი ჩვენ ვთქვით, რომ რა არის მათი მიზანი ამქვეყნიური და ბოლოს ყოველივეს გვირგვინი აი ამ ცრუ სასწაულებისა იქნება უკვე ანტიქრისტეს სასწაულები, რომლებიც როგორც წმინდა წერილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში სეცაში გამოჩნდება, ანუ სწორედ აი ამ სანახაობრივ ფონს შექმნის ის, რომელშიც მაგები და ჯადოქრები და სპირიტები და სხვა კოშმარული რელიგიები ეხმარებიან მას, აი ამ საფუძველს ჩაუყრიან საზოგადოებას და ამის შემდეგ უკვე ადამიანი იწყებს ტოლვას აი ამ სასწაულებისაკენ და აი ამ განცდას, აი ამ სულიერ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კარგად გამოიყენებს შემდეგ თავის დროზე ანტიქრისტე და უამრავ ადამიანს აცთუნებს. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ აი ამ ცრუ სასწაულებებისაგან, მივაქციოთ უდიდესი ყურადღება, რომ ეს ტოლვა სასწაულისაკენ არის მეტად სახიფათო, რომ ესეთი რამ აგდებს ადამიანს ხიბლში და რაც განაპირობებს მას, გახლავთ ის, რომ ეს არის უმეცრება, ღვთისა ურწმუნოება და სულიერი სიბრმავე. ხშირ შემთხვევაში აი ამ სიბრმავეს მოყვება ეს სულიერი ამპარტავნება, სიამაყეც, რაღაც თავდაჯერებულობა თითქოს და ესა თუ ეს ადამიანი ღირსია იმისა, რომ იხილოს სასწაული. მაგრამ ვიცით ჩვენ ეს და არაერთ გზის კიდევ ვიტყვით, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველთვის გაურბოდა ამ სასწაულებისაკენ ტოლვას და პირიქით მათი მიზანი იყო, რომ რამენაირად დაენახათ საკუთარი ცოდვები კიდევ უკეთესად და შეენანათ და ამითი ამ მადლმოსილებით მოეპოვნათ სასუფეველი ღვთისა. ღმერთმა დაგლოცოს და შეგვიწყალოს. ამინ.